მოკლე განცხადებით მინდა შემოვიფარგლოთ და ესახება რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, სადაც საუბარი შეეხებოდა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას. თუმცა ამ განცხადებაში ისევე როგორც რუსეთის მხრიდან წამოსულ ჩვეულ პოზიციაში გაურკვეველია, რას გულისხმობენ ისინი თავად საქართველოში. მათთვის ეს არის საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში თუ მათთვის ეს არის საქართველო მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. უნდა ითქვას, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა დაიხურება უკანონოდ გახსნილი ეგრეთ წოდებული საელჩოები სოხუმსა და ცხინვალში. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ეს არ არის ახირება, ეს ნაბიჯი გადადგმული იქნა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20% აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული რჩება. აქ მინდა დავამატო, რომ პრობლემა არა პიროვნებებშია, არა მიხეილ სააკაშვილშია, არამედ საქმე ეხება საქართველოს მოსახლეობას, საქმე ეხება საქართველოს 5 მილიონად მოქალაქეს და განსაკუთრებით იმ ათასობით დევნილ მოქალაქეს, რომელიც დღეს დევნილობაშია სწორედ რუსეთის გამოისებით. Kvadrat. Სიტყვის მოკლე განცხადება, რაც მინდა გავაკეთებინა გუშინ გაკეთებულ რუსეთის განცხადებასთან დაკავშირებით. თუ არ ვწდები, გუშინის განცხადება გაკეთა სტუდენტებთან შეხვედრის დროს, მეგონი დღესაც რეალებს მედია საშუალებებში და ხელმისაწვდომია აბსოლუტურად ყველასათვის. Kvadrat.